დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ეზოთერიკოსი ანზო როდიშარია იმყოფება ჩვენთან ერთად კვირის ასტროლოგიური პროგნოზით. მოკლედ გრძელვადიანად უნდა დაგვანახოს საკუთარი თავი აი ამ კვირაში, რომ გავიცვალოთ. კი. დილამშვიდობის საკითხებზე ანათებს და რაღა გვიჭირს უკვე შინაგანი ხალიში გვაბა. ისე საინტერესო კვირა გველოდება, მოსამზადებელი პერიოდია შემდეგი სიკეთეებისთვის, შეიძლება ესე ითქვას. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რა არის აკრძალული, რომ მე კარგით დავასრულო. ოჰო, აკრძალვებიც გვაქვს ესე იგი კვირაში. კი, აი ამ კვირის მანძილზე არ არის სასურველი დიდი შენაძენების გაკეთება. ეს არის ავტომობილი, სახლი, აი განსაკუთრებულად დიდი. მე არ ვსაუბრობ სამოსზე და რაღაცა ძვირფასი, რასაც დიდ პერსპექტივაში ჩვენ ვიქონიებთ ან ვიცხოვრებთ და მოვიხმართ, მსგავსი ნივთების შეძენა ამ კვირაში არ არის სასარგებლო. მეორე, პარტნიორულ ურთიერთობაში მაღალია სკანდალებისა და მოკლედ საიდუმლო არ რჩება საიდუმლოდ. შეიძლება უცებ გამხელილი იყოს და ჩვენ საწინააღმდეგოდ როგორც იტყვიან. ამიტომაც ეცადეთ რომ იყოს ძალიან მართლები, სუფთა, ემოციურად გაწონასწორებულები აი ამ თვალსაზრისით და სამსახურსაც შევეხოთ კარიერული კუთხით. თითქოს თქვენი ხელმძღვანელობა იწყებს თქვენს გადამოწმებას. რამდენად მზად ხართ, იქ ხართ თუ არა, სადაც უნდა იყოთ, წინ ხო არ უნდა წაქციონ, ან პირიქით და ასე შემდეგ. ამიტომაც აი ეს კვირაც არის რაღაც ისეთი გადაწყობის, ხო? დაკვირვების, მოდი ესეთ დავარქვათ, გაკვირდებიან რამდენად სწორი არჩევანი იყო თქვენი იქ ყოფნა, სადაც ახლა ხართ. ეს დაკვირვების რეჟიმში ყოფნას ისედაც არ უჩივით. ხო. ჩვენი მაყურებელი ამას გაითვალისწინებს და კიდევ უფრო მიხვდება, რომ ახლა უნდა იყოს მაქსიმალურად აქტიური. პოზიტიური პერსპექტივები ასევე ძალიან კარგია. პირველ რიგში ის, რომ იდეები, აზრები, ფიქრები, განცდები, სურვილები მოდის, უფრო თავისუფლად მოდის აზროვნება ჩვენ სისტემაში და ხედავთ პერსპექტივებს, რომელიც მომავალში იქნება, ხელი ეწყობა ადამიანს ადვილად გამოიმუშაოს განსაკუთრებულად ისეთ სფეროში, როგორიც არის მოდეს დავარქვათ, აი, ვინც რეკლამებზე მუშაობს, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, ის ვინც ინფორმაციასთან მუშაობს, მათთვის ძალიან კარგი იქნება, აი თუნდაც ვინც უკვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით არის დაკავებული, მათთვის ძალიან კარგი პერიოდი იქნება. ინფლუენსერებისთვის. კი, აი ეს ის დრო არის, სადაც იხეირებენ. კარგია. კი ბატონო, ახლა ზოდიაქოს ნიშნებს მივყვეთ და მაგის მიხედვით უკეთ მივხვდებით. ვერძი. აი ვერძებს ჭირდებათ განსაკუთრებული სიფრთხილე, იმიტომ რომ პროვოკაციები მაღალია. ცუდი კვირა არ არის, პოზიტიური კვირა შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ მაღალი არის იმის ალბათობა, რომ ვიღაცამ ემოციური წყობიდან გამოიყვანოს. ამიტომ ჭირდება დაკვირვება, გადამოწმება, შეცდომა არ უნდა გაეპაროს, რომ მერე არ მოხდეს ის, რაც ხდება ხოლმე, რომ ვიღაცამ შენიშვნა მისცეს. მოკლედ შენიშვნებს თუ მოგცემენ ძალიან არ გავღიზიანდეთ. რაც შეეხება ლომებს. ეს კვირა მათთვის არის აჩქარებული, აი თითქოს სამყარო აჩქარებს და ეუბნება, რომ უფრო სწრაფად გენი ის, რაც უნდა გქნა. უფრო გააქტიურდი, უფრო ენერგიული, რაღაც ისეთი მოჭიმული მდგომარეობა აქვს და დაამოწმონ. ეს იგრძნობა მათ ცხოვრებაში, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ილუზორული განწყობა, აი ძალით შექმნილი სიჩქარე, ამიტომ დამშვიდით ჩემო ლომებო, ყველაფერი კარგად იქნება, ტყუილა გაჩქარებენ. მაინც შეიძლება ეს ვადები, აი მაგალითად რაღაცა მოსასწრები ხვალ, მაგრამ ერთი კვირაც დაიცდის. არ ნერვიულობთ. დამშვიდით ლომებო, თქვენი სიმშვიდე ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მშვილდოსნებს რაც შეეხება, ესეც არის ის ნიშანი, რომელსაც ამ კვირაში განსაკუთრებულად უმართლებს, მათთან საჩუქრები მოდის სამყაროსგან და ეს საჩუქრები როგორც მატერიალური, ასევე სულიერი შეიძლება იყოს, ან კონკრეტულად იმ მიმართულებების მიღწევა, გამართლება, რაც მათთვის ასურველი იყო. გადავიდეთ ახლა ჰაერის ნიშნებს და დავიწყოთ ტყუპებით, იმიტომ რომ მათი პერიოდია, მათ უმართლებს, მათი ენერგია ძალიან ისეთი აქტიური არის ამ პერიოდში. შესაბამისად, პირველი რეკომენდაცია ეს არის, რომ ყველაფერს ყურადღება მიაქციეთ. თქვენ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, გარემო როგორ ურთიერთობს თქვენთან,
რაც ეხლა ხდება, ყველაფერი არის სიმბოლო, რა არის გამოსასწორებელი. და აი ამ პერიოდის მანძილზე თქვენს დაბადების დღემდე მოგეცემათ საშუალება, რომ ესე გამოასწოროთ. თუ მაგალითად ეხლა არის პრობლემა პარტნიორულ ურთიერთობაში, ეს კარგის ნიშანია. გიჩვენებთ, რომ იქ გაქვთ გამოსასწორებელი და თუ ეხლა გამოასწორებთ, შემდეგი ნახევარი წელი იქნება ეს გამოსწორებული. გარდა ამისა, არ შემიძლია არ ვართქვა, მათი ენერგია უფრო ესეთი დინამიურია. ტყუპებსაც აქვთ ეს კარგი განწყობა, მაგრამ ამ პერიოდში არ შეიძლება გადაწყვეტილებების მიღება, რომ აი ეს всё და მორჩი. არ არის დასაყრდნობი პერიოდი. მოდი ესე ტყუპებს ვურჩიოთ. რაც შეეხება ამ შემთხვევაში სასწორებისთვისაც, მათთანაც ეს კვირა უფრო ჰარმონიულია ვიდრე წინა პერიოდი, ნაკლები სანერვიულო აქვს, ნაკლები საფიქრელი აქვს. უბრალოდ უნდა მოვარიდონ ტეხვად ნივთებს. ვიმედოვნოთ და ვიფიქროთ, რომ ჭიქებს და ასე შემდეგ, მაგრამ შეიძლება უფრო გლობალურადაც, აი ხელები კარგად არიკავებს რაღაცებს. თუ გატყდა, უთხრა რომ ჩვენი წაიღოს წაუღია, მაგალითად, მაგრამ იყოს ფრთხილად, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინც ხელოვნებასთან ურთიერთობს, ვინც ხატავს და ასე შემდეგ, ძალიან მარტივი ისეთი მცირე რაღაცა ამბები. რაც გადმოდის ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში. სხვრევები, ოღონდ არა გლობალურად. იცით როგორ არის, რომ არ უნდა გააკეთოს ისეთი სიტყვები, ისეთი კომენტარები, ისეთი რეპლიკები, რომელიც დაანგრევს ან გულსადგენს სხვა ადამიანებს. და მერწყული აქ რა თქმა უნდა აღვნიშნოთ, ეს არის განსაკუთრებული ძალა, რომელიც ენიჭება დიდ პერსპექტივა ეძლევა ამ კვირის მანძილზე. იდეის დონეზე შემდეგ კვირიდან უკვე შეუძლია ეს რომ განახორციელოს, მაგრამ აი ამ კვირას ჭირდება დაფიქრება. აი ეს ყველაფერი, რასაც მთავაზობენ, რაც მოდის შემცხოვრებაში, რა შემოთავაზებებიც აქტიურია, მინდა მჭირდება მაწყობს თუ არა. რადგან ისინი დაღლილები არიან და დიდად მუშაობა არ უნდათ, აი ამ პერიოდში დასვენებაზე არიან ორიენტირებული, შეიძლება კარგ შემოთავაზებებზე უარი თქვან. ამიტომ ფიქრის დრო აიღონ. იცით რა მაინტერესებს? მიწის ნიშნებისთვის ისედაც სულ ფიქრის დროა. ისედაც სულ ბევრს ფიქრობენ. მიწის ნიშნები სულ ფიქრობენ, მაგრამ ეხა მერწყული ჰაერის ნიშანი. მერწყული კი. ზოგადად ასევე სწრაფად ფიქრობს. მიწის ნიშანი ნელა ფიქრობს ეტაპობრივად, მაგრამ იღებს ძირფესიან გადაწყვეტილებებს. ეხლა გეტყვით მიწასთან რა ხდება? აი კუროებს განსაკუთრებულად აი ეს პერსპექტივები, რომელიც აღვნიშნეთ სამსახურთან დაკავშირებით, მანდ უმართლებთ, იმიტომ რომ დაფიქრება ჭირდება და ვინ თუ არა კურო მიცის რა არის საჭირო იმისთვის, რომ გრძელვადიანად პროექტმა იფუნქციონიროს. კუროებისთვის ერთადერთი ესე ვთქვათ მინუსი რაც არის, ეს არის ის, რომ შეიძლება დრო იმაზე სწრაფად გავიდეს მისთვის, ვიდრე გეგმაში გქონდეს. ამიტომაც მას ცოტა უფრო აჩქარებას უთვლიან კოსმიური სიმაღლეებიდან, რომ ცოტა უნდა გააქტიურდეს და რაც შეეხება ქალწულებს. აი მათთან კარგი ამბავი გვაქვს, იმიტომ რომ კარიერული კუთხით ხშირია ხოლმე რომ ელოდებიან დროს, როდის დაფასდება, როდის გამოსწორდება მათი ჯანმრთელობა, როდის მოგვარდება ის სირთულეები, რაც მის ირგვლივ არის და სწორედ ესეთი პერიოდია, როცა ლაგდება ქალწული. ვისაც ასცედენტი გვყავს ბევრი რაღაც ქალწულში, მასა. შრომა კარგია, მეცმეხება. შრომა დაფასდება. აი ესეთი მარტივი ეს თქვათ ამბავი არის და რაც შეეხება ხა თხის რქებთან აქ განსაკუთრებული ძალა გვაქვს, აი სწორედ ის რომ გადამუშავება აი ამ მთელი მოცულობითი ინფორმაციის, ენერგიის და მე ვთქვი ის რომ შემდეგი თვე ძალიან დიდი ენერგიის მატარებელი იქნება. თხის რქებს ეს დაეხმარებათ, მაგრამ ეხლა მოხდება სწორედ გადამუშავება სამუშაო ძალის. ვინ იყოს ჩემს გუნდში, ვინ იყოს ჩემს პარტნიორულ ურთიერთობაში, ზოგადად ვინ იყოს ჩემს ცხოვრებაში და ვისი ადგილი აღარ არის. და ეს ეხება ყველაფერს, განსაკუთრებით ნივთებს. შეიძლება აქ მოხდეს გადალაგება, გადაწყობა, განახლება გარდერობის და ასე შემდეგ, რაც პოზიტიური იქნება მათთვის. ასევე ადამიანების ცვლილება. ცოტა დრო დაგვრჩა, სადღაც 3 წუთი დაგვრჩა, არც კი და ვიქნებ მოვასწროთ ყველა. კირჩხიბებს უმართლებთ, მათთან გადავიდა ბედნიერების პლანეტა და აი ამ თვის განმავლობაში ეს ყველაფერი უფრო შეგრძნებადი იქნება, თანთანობით გადავაჯერე გადასულა
და იგრძნობენ დიდ ენერგიის მოზღავებას, მათი შესაძლებლობები უფრო გაფართოვდება, განცდა ექნებათ, რომ უფრო მეტი უნდათ, უფრო დიდი საზღვრები უნდათ. შესაბამისად, კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, განათლების მისაღებად, ახალი გამოცდილების მისაღებად. მორიელებისთვის ეს პერიოდი, ეს პერსპექტივები ძალიან პოზიტიურად მუშაობს და მოქმედებს მათთანაც, აძლევს იმის დანახვის საშუალებას, რაც აქამდე ვერ ხედავდა. განსაკუთრებულად პოზიტიური არის კარიერული თვალსაზრისით, შეთანხმებები, მოლაპარაკებები და შემოსავლები შეიძლება რომ აი ამ კვირაში არ მიიღოს, არამედ საფუძველი ჩაეყაროს მნიშვნელოვანი, რომ მე ეს ყველაფერი რეალისტის და ბედნიერი თევზები ამ თვეს კიდევ უფრო ბედნიერები არიან, იმიტომ რომ ბევრმა ცუდმა ენერგიამ დატოვა, უფრო ამსუბუქებული, უფრო შვიდები არიან, თავის განწყობაში არიან, თავის ნორმალურ მდგომარეობაში არიან და თევზებს ეძლევათ სიკეთეები. მე გეტყვით რაღაცას, ეს კვირა მაინც წინათვის ნეგატიურ ენერგიას ატარებს, ჯერ ბოლომდე არ არის გამოსული, მაინც მუხრუჭები არის, ამიტომაც ეს კვირა მხოლოდ ესეთი ზედაპირული მიმართულებები, შემდეგი კვირიდან უკვე შეგვიძლია მოქმედებებიც დავიწყოთ, მაგრამ მაგას მე საინტერესო თემებიც გველოდება შემდეგი კვირიდან, რადგან თვის ბოლოს ბუნიაობაც აბა რა. კი ბატონო, მადლობა ანზო. მე გასწავლით როგორ მოვიზიდოთ ფინანსური კეთილდღეობა. ძალიან კარგი. სიამოვნებით.